შორის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი უნდა განვიხილო ეხლა თქვენთან ერთად. ეს ეხება ზამთრის ბახმაროს და სრიალს. როგორც ვთქვით, უკვე რამოდენიმე წელია საკმაოდ კარგად მიდის ზამთრის კურორტის ამბები ბახმაროში, რადგანაც აქ არის საუკეთესო ტრასები გაუკვლავ თორში სასრიალოდ და აქედან გამომდინარე მინდა შევეხო 1970-იანი წლების ბოლო პერიოდს, როდესაც ბახმაროს 1977 წელს სექტემბერში კერძოდ ესტუმრა სილაევი, ასევე დოცენტი ბარამიძე, ჩვენი ქვეყნის ოლიმპიური ნაკრების უფროსი მწვრთნელები სათხილამურო სპორტში კამინსკი და ასევე ვაჟთა და ქალთა ნაკრები გუნდების მწვრთნელები ბისტროვი და ივანოვი. შეიძლება ეს სახელმწიფოები ეხლა თუნდაც მნიშვნელოვანი არ იყოს, თუმცა იმდროინდელი ბახმაროსთვის ძალზედ მნიშვნელოვანი მოვლენას წარმოადგენდა მათი ჩამოსვლა, რადგანაც საკითხი წარმოიჭრა სპორტული თვალსაზრისით ბახმაროს ზამთრის პირობებში შესწავლის საკითხთან დაკავშირებით. და უკვე 1978 წლის იანვარს ჩოხატაურიდან გაუდგა ფეხით ბახმაროს მიმართულებით ქვეითთა ჯგუფი, რომელსაც მაშინდელი ჩოხატაურის საჯარო აღმოსკოვის თავმჯდომარე ცინცაძე ხელმძღვანელობდა, რათა მოემზადებინათ ბაზა ბახმაროში ვერტმფრენის მისაღებად. უკვე მეორე დღეს 20 იანვარს სპეციალურმა კომისიამ 11 საათზე ქუთაისიდან დაიწყო ვერტმფრენით გადმოფრენა ბახმაროს მიმართულებით და რამოდენიმე საათის შემდგომ ვერტმფრენი უკვე მზის ჩასვლის გორაზე დაეშვა. აღნიშნული იყო მზიანი დღე და სპორტული ტრენამურით აღჭურვილი სპეციალისტების ერთი ჯგუფი მზის ჩასვლიდან ცენტრში დავიდიანცის მოედნამდე ჩამოვიდნენ. შემდგომ ვერტმფრენმა დავიდიანციდან აიყვანა ეს ჯგუფი, ავიდნენ შედრეკილის მხარის მთაზე და იქიდან მოახდინეს დაშვება. მესამე დაშვება განახორციელეს მზის აღმოსვლის გორიდან და ბახმაროს ცენტრში მყოფი ადამიანები ჭოგრიტით აკვირდებოდნენ სილაევს, რომელიც წითელი ფორმით თეთრ თოვლზე თუ როგორი სიჩქარით და სისწრაფით ეშვებოდა ბახმაროს მთებიდან. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ბახმაროს ცხოვრების ისტორიისა, რადგანაც ამ თარიღის შემდგომ უკვე დაიწყებოდა განხილვა საკითხისა, რომ ბახმარო გახდებოდა ოთხსეზონიანი კურორტი და აქ ზამთრის სათხილამურო სპორტიც აღორძინდებოდა.